მოგესალმებით, მეგობრებო, მე გახლავართ ლაშა გელაშვილი და თქვენ უყურებთ დიდი ჯახის ისტორიაში ყველაზე ბნელ ეპიზოდს, სადაც ღამის მონადირეები დაუპირისპირდებიან ღამის სარდაფელებს. მონადირეებს წარადგენენ დღეს ელენე, მიშო და გიორგი, იგივე კასტორი, ასურა და კალიმა, ხოლო მათ გასამარჯვებლად ღამის სარდაფის შეუცვლელ დუოს ლაშასა და ლუკას დაეხმარება PvP Flow-ს მეორე სეზონის გამარჯვებული ვანი. აბა, როგორ ახართ, მეგობრებო? დღეს რაღაცა ძალიან ღამის ეპიზოდი გვექნება რა. ძალიან საინტერესო ჯახია მე მგონი. კი. თავად როგორ გიკითხოთ ბატონო ლაშა? მე კარგად და მინდა ვთქვა, რომ სამივე მათგანი დღეს ფოთიდან ჩამოვიდა ამ დიდი ჯახის დაპირისპირებისთვის. სამ ადამიანს მე უკვე ძალიან დიდი ხანია რომ ვუყურებ როგორც ერთ-ერთი ვიგითი მაყურებელი, რაც შეეხება თქვენ, ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთი ესეთი იდეალური პროექტი შემოემატა ქართულ YouTube-ს, გისურვებთ წარმატებებს. წარმატებებს გისურვებთ აგრეთვე მეგობრებო ამ გადაცემაშიც, რადგან გამარჯვებულ გუნდს ჩვენი მეგობარი კომპანია IT-Works-ი, სადაც შეხვდებით არაერთი წამყვანი ბრენდის ექსკლუზიურ მოდელებს, გამარჯვებულ გუნდს გადასცემს 900 ლარის ვაუჩერებს და ეს ვაუჩერები შეგიძლიათ გადაცალოთ ნებისმიერი სახის პროდუქციაში. ეს იქნება კომპიუტერული ნაწილები, აქსესუარები, პერიფერიალები თუ სხვა, რომელიც ისედაც IT-Works-ში საუკეთესო ფასად არის წარმოდგენილი. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სახელოსნო ბარს, რომელიც ყოველთვის მზად არის ესეთი ულამაზესი და უმაგრესი სივრცე დაგვითმოს ვიდეოების გადასაღებად და მისი ლინკი იქნება აღწერაში მითითებული, სადაც გადახვალთ და ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ივენთის შესახებ გელოდებით ყველა სახელოსნო ბარში. მეგობრებო, მე შეგახსენებთ, რომ სპეციალურად ამ გადაცემისთვის გამოვკითხეთ 100 ქართველი ადამიანი და აფიქსეს რაღაც განსაზღვრული პასუხები და თქვენ უნდა შეძლოთ ამ პასუხების გამოცნობა იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ თამაში. მე მაინც ზოგადად ვამბობ ხოლმე ესე, შეგიძლიათ რომ გუნდის კაპიტნები აირჩიოთ და პირველი ის გამოვიდეს ჩვენს მაგიდასთან. ჩვენთან არ იყოს გაუგებრობა და მალევე ავირჩიოთ გუნდის კაპიტანი. ელენეა. ორი დემოკრატია გვაქვს, ორი ერთის წინააღმდეგ ელენეა. ელენე არის სიმბოლურად ღამის მონადირეების კაპიტანი, თქვენ მხარეს. თქვენ ბრძანდებთ, მობრძანდით თუ შეიძლება. მე ხა დაგისვამთ უკვე პირველ კითხვას, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ მაყურებელს ვეტყვი, რომ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და რა თქმა უნდა ამ ხალხის YouTube არხები და აგრეთვე სოციალური ქსელები იქნება აღწერაში მითითებული. კითხვა ნომერი 1. დაასახელეთ მოქმედება, რასაც არ გააკეთებთ, ანუ გამოტოვებთ თუ სამსახურში გაგვიანდებათ. ღამის სარდაფის კაპიტანმა დაასწრო. ფეხზე არ გავიხდი. ფეხზე არ გაიხდით? ანუ რა კაპიტანი და გვინიშნია ეს. რომ განმარტოთ რას გურიცხოთ ფეხზე არ გავიხდით? აი რამეს არ გავაკეთებდი და ის გამოვიტიში ახლა. ანუ რაღაც მიმართულება მიეცი ამ პასუხს ფეხზე არ გავიხდიში რას გურიცხოთ? შეცვლი. არა, ვერ შეცვლით. ვერ შეცვლი, ხო, მაშინ დატოვებას. ფეხზე არ გავიხდი? ფეხზე არ გავიხდი? სამსახურში შესვლისას. ესეთი პასუხია, ვერ იცით. ზოგადად თემატურად ვარგებ ხოლმე რა პასუხი, არც ერთი არ არის. სამწუხაროდ ახლა ელენეს ჯერია, მინდა გითხრა რომ ამ კითხვას აქვს 8 პასუხი. არ შეჭამს. არ შეჭამს. მივიღებ ამ პასუხს და მინდა გითხრათ რომ ეს პასუხი არის პირველ ადგილზე 41 ადამიანი ამბობს რომ გამოტოვებ ჭამას და საუზმეს და პირდაპირ გავეშვები სამსახურში არ დავაგვიანო. წამოვიღო. არა, დათმე. არა, დაგვითმო და ჩვენს დავუთმოთ, არა. 8 პასუხი აქვს, 8-ს ვერ გამოვიცნო. შენ ხარ კაპიტანი, საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოსულიო. კაი, წამოვიღოთ თუ. იგავთ ამ კითხვას. კარგი, კითხვა წაიღეს. ახლა მიშო ამბობს ერთ ვერსიას. თავს არ გავიმართლებდი. შეცდომა არის პირველი და კიდევ ერთხელ სამ დააფიქსეთ, გეტყვით რომ რაღაცას აკეთე და ის უნდა გამოტოვო. აუქ რა არ გავიცდენია არასდროს რა გავაკეთო. ყავის დალევა? იცვლება. ყავა, ჩაი, სიგარეტი. ეს არის მესამე ადგილზე 14 ადამიანი იძახის. დარჩენილი არის 6 პასუხი და ახლა ელენეს ჯერია. კითხარი მე შეიძლება წამოვიღოთ ეს კითხვა. არ ვიცი ის როგორ უნდა გამოტოვოს ადამიანმა, მაგრამ ალბათ სახის არ დაიბანდა. სახეს არ დაიბანდა და დაუბანელი ფიქრობ რომ ხო და აი რატო უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა დაფიქსირებულია. ეს პასუხი დაფიქსირებულია მივიღე. მეოთხე ადგილზე წერია პირის დაბანა. და აგრეთვე კბილების გამოხილვა. 11 ადამიანი იძახის რომ პირს არ დავიბადიან, კბილებს არ გამოვიხილავთ. ახლა კიდევ რას გამოტოვებთ? არ გამოვიცვლიდი. არ გამოიცვლიდე? ჟამოები წახვიდოდი სამსახურში? აი, იგივე ტანსაცმლის თითის დავიდე. გასაგებია. მე-7 პასუხი გახლავთ. ტანსაცმლის შერჩევაში ან ფეხსაცმლის გაწმიდაში დროს არ დავკარგავდი.
ასე რომ არის ესეთი პასუხი და სხვათა შორის ძალიან მაგარი პასუხი. სამმა კაცმა თქვა ეს პასუხი. რაც უფრო დაბალ რაოდენობისაც იცნობ, თქვენთვის უფრო უკეთესია. აბა გიორგის უსმენთ. ლოგინს არ გავასწორებთ. სახს არ მივალაგებდის თემაში არგანი. ეს როგორი პასუხია? მერვეზია და ურმა კაცმა თქვა და ეს გამოიწეს. კარგია, თქვენ ის ვიცით ეს კარგი ამათ თქვენთვის არ არის. სამი პასუხი დაგჭირთ. ჯერჯერობით ერთი შეცდომა. და ერთი შეცდომა გვაქვს. ვაიმე. რამე ვერსია გააჟღე. ტელეფონში არ გავატარებდი დროს. ტელეფონში ანუ არ ასკროლავდი. ხო. არ არის სამწუხაროდ ეგეთი პასუხი. კარგი პასუხი იყო ნამდვილად, მაგრამ უკვე მეორე შეცდომა გაქვთ. მიშო გადაწყვეტს, ეს კითხვა გადავა თუ ისევ დარჩება და ზე გადაწყდა ყველაფერი მაინც და მაინც. შენ ხარ მტეხველი. თქვენ გაქვთ ის რაღაც ვერსია? კი როგორ არა? 4 გვაგიზი არ? 3 დარჩა, მაგრამ 4 გვა. არ იმგზავრებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ტაქსი წავიდოდა. ძალიან კარგი პასუხია. თქვენ მოგწონთ ეს პასუხი? არა. არ მოგწონთ? რატო? არ მოწონს, იმიტომ მართალია. არაფერი ეგეც საცობი იქნება. არ არის მართალი და სამწუხაროდ ღამის მონადირეების. კითხვა გადმოდის ახლა ღამის არ დავთარ. დიახ. რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციური 71 ქულა და თუ გამოიცნობთ კიდევ რაღაც დაემატება, თქვენ წაართმევთ ამ პოტენციურსაც და კიდევ რასაც სამი უნდა გამოვიცნოთ, ხო? არა, ერთი უნდა გამოიცოთ. ბანის ვერსია რა არის? რაღაც საეჭოდ ბევრჯერ გაიმეორე, იფიქრე როგორც ქალი და რაღაცები და ალბათ მაკიაჟს არ გავეკეთებდი დილით სამსახურში წასვლამდე. ალბათ მუსიკას არ მოусმენდი და პირდაპირ წავიდო. მუსიკას არ მოусმენდით. თქვენ რას აფიქსირებთ? რამე სხვას თუ? ბანის პასუხს დავაფიქსირებ. მაკიაჟის მაკიაჟი აგარი. ქალებიდან გამოვა. მიიღო ეს პასუხი. დიახ. მე ელენეს უნდა ვკითხო, რამდენად მოგწონთ თქვენ ეს პასუხი. აი თუ საერთოდ არ მოწონს, იმიტომ რომ ვიცი რომ მართალია. და მოვიტყუები და გავწელავ ტყუილად, რომ ვითომ რო არ არის ეს პასუხი, რომ არის, რა თქმა უნდა, მეორე ადგილზე არის მაკიაჟი, თავის მოწესრიგე რამას გამოტოვებდნენ, 17 ადამიანი აფიქსირებს ამ პასუხს. რაც იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ 88 ქულა 11-ით წაგართვეს, 17-ის დაემატათ, 88-ით 0 არის ჯერჯერობით. კარგი, შეკითხვა ნომერი 2. დაასახელეთ ის, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეთევზეს. ჩვენ დავასტარეთ. ერთი პასუხი, ერთი, დაიწყო ერთი უნდა. აი პირველ ანკეს. ანკეს არის პირველ ადგილზე გილოცავთ და 40 ადამიანი ამბობს ანკესიან ბადე. 8 პასუხი აქაც. წაიღებთ? უეჭველი. ოკეი, მიგაქვთ თქვენ დაუბრუნდით. რამდენი პასუხი აქვს? 8? 8. ლაშა აგზელებს ერთი ვერსია. 100 კაცის ნაფიქრალით ვიფიქრებოდ. 15 წამი მადროვეთ. სკამი. კონდეს, მაგრამ იმათ თუ აბა დააფიქსირეს. ქვაზე ხوار დაждებას. მე მინდა გითხრათ, რომ მე-6 ადგილზე არის გასაშლელი სკამი ან კოლგაც. ანუ კოლგადა სკამი, რომელიც შეგიძლია წაიღო დადგა, რაც საჭირო ატრიბუტია, არის ეგეთი პასუხი, ამბობს 6 ადამიანი. ვაგზელებ. ჭია, პური რა, სატყუ არა. ერთი უნდა თქვა. სატყუ არა, ყველას მაგაში გაიყვანთ მაინც და. მართალი ბრძანდებით, ჭია ან სატყუ არ არის მეორე ადგილზე და 22 ადამიანი იძახის ამას. ჩემი ჯერია? აბა ბანი. აუ, უეჭველი ექნება ის ქუდია რა აქ. ქუდი. ხო, ქუდი. გასაგებია. არის ესეთი პასუხი, მეგობრებო, რა ვქნა, არსებობს ნებისმიერი ტანისამოსი, რომელიც მეთევზეს სჭირდება, ეკიპირება, ეს შეიძლება იყოს ქუდი, საწვიმარი ან ბოტები. 5 ადამიანი იძახის. 4 დაგშათ ჯერ. ჩემი ჯერია, ხო? დიახ. ნავს ვიტყოდ. ნავი. აი პასუხია, ხო მართალი ვარ. მაგრამ არ მგონია თუმცა ერთი შეცდომა უკვე დაუშვა. ღამის არ დაფა, იმიტომ რომ ნავი არ არის. ეგეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ 100 ადამიანი 100 მეთევზეს არ დაუსვით. თუმცა რავი, ადეკვატური პასუხები არის. სათავსო თევზისთვის მოსათავსებელი ბადე ან ბადე ოღონდ ჩასასმელი, რო დაჭერის შემდეგ მოპოვების. დაჭერის შემდგომ. გასაგებია, ესეთი პასუხი არის მერვე ადგილზე სათლი ან ჭურჭელი თევზის დაჭერილი თევზის განსათავსებლად 3 ადამიანი იძახის. მაგრამ ჯერ ისევ 3 გაქვს დარჩენილი. აბა ბანის უსმენთ. ერთს ვფიქრობ, რომ უეჭველი იქნება და უნდა გავრისკო ამის მერე თუ გამოიცნო ბანი. ისკინე და მერვე ადგილზე. მანქანა. რა ტყუილადია რა. ნავი თუ არ იყო მანქანა იქნება. როგორი მანქანა? აი ისა რა, უკან სათავსო. არის ხო? იასნა. მეორე შეცდომა, მეგობრებო. რა ის მანქანა? ლაშა, შენ იღებ ჯერ პასუხს. სასმელიან წყალი. ლოგიკური.
ბარმენიც ადასტურებს რომ ლოგიკურია. ლოგიკური არის, მაგრამ რამდენად არა, უეჭველი. და არა მარტო ლოგიკური, არამედ მართალია, იმიტომ რომ ნებისმიერი საკვები ან სასმელი, ეს იქნება ალკოჰოლური, განსაკუთრებით რომ ძალიან ბევრი წერდა არაყს, კონიაკს, ლუდს და ასე შემდგომ და აგრეთვე შეიძლება საგზალი, რომელიც უნდა გაატარო დიდი ხნის განმავლობაში, არის ეგეთი პასუხი და ეს არის მეხუთე ადგილზე 7 სწორი პასუხით. აუ, ერთი შეცდომა დაგვრჩა, ხო? ეს თუ ვერ გამოვიცანით გადადის. დავიძაბეთ. მე უნდა ვთქო ხო? თავარი რიბაკი ვნახოთ, აბა ამ კითხვას დაკლაჩავს თუ მისცემს სიგარეტი. სიგარეტი. ასევე ლოგიკური ეგ. ანუ იმედი მომცა და არა, მე მინდა გითხარო თქვენ სწორი იმედი მოგცეთ, რომ არ არის სიგარეტი პასუხი და თან გამოირიცხა თქვენს ვერსიებში სიგარეტი არასწორი პასუხი. ეს არის მესამე შეცდომა. ახლა ჯერ გიორგი შენ რომ ელენე თითო ვერსიას გაუჟღერებენ მიშოს და შემდგომ მიშო ან თქვენგან არიჩევს, ან თავისას დააფიქსირებს. დაძაბეთ გონებები. ჩემი აზრით, ყველაფერი გაქვს, რომ ითევზაო, მეგობარი არ ყავს მხოლოდ. გასაგებ, ეს ერთი ვერსია არის მეგობარი, ახლა ელენე უნდა დააფიქსიროს თავი. ტელეფონი. ტელეფონი. თქვენ ფიქრობთ რომ ის რაც აუცილებლად მოგქონდეს მეთევზეს არის ტელეფონი. კარგით და მიშო ერთს აიშჩევს, მეორეს თუ საერთოდ სხვას დააფიქსირებს. ნახე რა ხდება. ეს კარგია, მაგრამ როგორ გადააგდებ ანგეს? რაღაც თხო უნდა გაერთო. ელენეს პასუხს ურჩევ. შენ ვერსია არ გაქვს, აფიქსირებ ელენეს პასუხს. კი ბატონო. ტელეფონიო, მეგობარი. ტელეფონი, ტექნიკა და ეგეთი რაღაცა. ტელეფონიო დააფიქსირეს რა. ხო დააფიქსირეს? ძალიან კარგი. საინტერესოა. მესამე ადგილზე, რომელი პასუხიც არის, გაცემული აქვს 9 ადამიანი. და ტელეფონი არ არის. და სამწუხაროდ ვერ გამოიცანით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 83 ქულა სანამ არ მორჩება ვერ მიხვდებით. ისევ წაიღეს ხამის სარდაფა, მესამე და მეოთხე ადგილზე. მეოთხეზე არის მეგობრო კაუჭი და მესამე ადგილზე, რაც აუცილებლად უნდა გქონდეს, მეთევზეს არის ნერვები. კაია, მაინც კაია. ჯერჯერობით გვაქვს 171-ით 0, მაგრამ ჯერ 71 საიდან მივიღეთ ჩვენ 83 ეხა დააგროვეთ და 88 დააგროვეთ წინაშე. ჩოტკი უნდა გააძრო. საინტერესო კითხვაა მეგობრებო. დაასახელეთ რაიმე, რასაც თქვენი პარტნიორი ცდილობს გააკეთოს, მაგრამ უარესი გამოსulis. ჩევა. რჩევის მიცემა. რჩევის მიცემა. კარგი, 6 პასუხი აქვს. არც ერთი არ არის რჩევა მეგობრებო. არც ერთი? არა. ერთი შეცდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი აფიქსირებს ახლა. საჭმელი. საჭმელი. გქონდა ეგეთი შემთხვევა? კი. პირველ ადგილზეა საჭმელი კულინარია, რომელსაც აფიქსირებს 52 ადამიანი. წაიღებთ ამ კითხვას. კი. კარგით, მაშინ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს. 6 პასუხი აქვს სულ. ელენე რატო იყო? მე მეორეჯერ აქ არ მოვა. ელენეს ვერსია ეს მეხმარება ეხლა. საჩუქრების ჩუქება. საჩუქრების ჩუქება. მე მაგალითად ელენეს ადგილას თავში ხელებს ესე არ შემოვიყვავდი, იმიტომ რომ არის ეგეთი პასუხი მეგობრებო. საჩუქრების ჩუქება, ანუ ყურადღება, რომანტიულობა არის მესამე ადგილზე 15 ადამიანი იძახის ამას. მიშოს ჯერია, რაც არ გამოსდის. ცდილობს გააკეთოს, მაგრამ უარესი გამოსდის. ოკეი. მეორე პასუხი მაქვს უკვე. შენ ორი პასუხი გაქვს უკვე? რამე. რამე. საჩუქრების ჩუქება იყო? კი. აი გამოვტოვე და ერთი შეცდომა მქონდა. რამე თქვი, რა მართლა რაღაცა ჯობია. რამე თქვი. ოჯახზე ზრუნვა. კარგით, მე ერთი შეცდომა გაქვთ. აბა გიორგის უსმენთ. მანქანის ტარება. იტყოდით მართლა ამ მე არ ვიტყოდი. აიტყოთ, ხო? ხო და მე-6 პასუხს გამაზავდით. იმიტომ რომ მე-6-ზე არის მანქანის მართვა და პარკინგი, რომელიც სამაკარს. მეღადაობით ბევრმა იცის. კაი, თუ ეს არის, მაშინ შეიძლება იყოს სახლის დაალაგება, მოწესრიგება, მოვლა. არა, მე ვამბობ, რომ ელენეს ადგილას ხელებს არ შემოვიყავ. ოჯახზე ზრუნვა. გენიალური. იმიტომ რომ სახლის დაალაგება, ჭურჭლის დარეცხვა, დიასახლის მამასახლისობაში რაც შედის, არის მე-4 ადგილზე და 7 ადამიანი ამბობს. 2 დარჩა. გაქვს თქვენ რამე ვერსიები გაქვთ? კი, უამრავი. მართლა? კი. აბა ერთი 100 კაცი თუ იფიქრეს მაგ. სექსი. მაგის თქვა უნდა. კი, გასაგებია, მე არ გამიკვირდებოდა ამ 100 ადამიანში ვიღაცამ რო თქვას, რომ სექსუალური ურთიერთობის დროს ჩემი პარტნიორით უკმაყოფილო ვარ. თუმცა ამ 100 ადამიანში ყველა მისი ერთგული დარჩა და არ გაანდო ეს აიდუმლობთ, რომ შანს იმენა დედასვიცა ვარ 100-დან 40 თუ არ ტყუოდეს. ერთი შეცდომის უფლების დაშვება აღარ აქვს.
მეორეში უნდა დავუშვით, ახლა აფიქსირებ. მეორე ადგილია დარჩენილი და მეხუთე. მასაჟი. მასაჟი. ურთიერთობაში მასაჟი საჭი რამდენად აუცილებელია. მასაჟი თუ გქონდათ? მოვიგებდით? თუ არ გქონდათ, უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ ქულები წაართვით, იმიტომ რომ არ არის ესეთი პასუხი. არ არის. ჯერ ბანიმ გააჟღეროს ვერსია, ლუკამ და მერე ლაშა გადაწყვეტს. მე რაღაცა მქონდა და დამავიწყდა და მეორე მოვიფიქრე კიდე გაი. აბა გისმენთ? ყუილის თქმა. ოკეი, ყუილის თქმა ერთი ვერსია. აუ, ისა რა ქვია? გახალისება, უეჭველი. უარესად მგრუზავ რა, გახალისება, აი დაგროზული როა. არ ვიცი, კაი. შენ ერთს აირჩევ, მეორეს თუ სხვას დააფიქსირებ. სხვას დავაფიქსირებ. თქვენი პასუხი არის? ფოტოების გადაღება. ფოტოების გადაღება. ვაუ. კარგი, ღამის არდაფის ვერსიას მივიღებ. საკმაოდ რთული პასუხების გაეცით. სხვათა შორის მეორე არ გამიკვირდებოდა, რომ მეორე ვერ გამოეცნოთ. რომელიც არ არის ფოტოების გადაღება. მაგრამ აი მეხუთე ადგილზე, რომელსაც 4 ადამიანი აფიქსირებს, არის დიეტა და წონის კლება. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ვერსია არასწორია, მეგობრებო. ორივე? და კი ორივე და მეორე ადგილზე არის, აი რომ დაგეჯერებინა ბანისთვის ჩხუბის დროს დამშვიდება, ამას ჩაგითვლები. რაც იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ 77 ქულა მოიპოვეს უკვე ღამის მონადირეებმა და დაგეწიეს. სანამ მეოთხე კითხვაზე გადავალთ, მე შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულ გუნდს IT-Works-ი გადასცემს 900 ლარის ღირებულების ვაუჩერებს. IT-Works-ი, რომელიც მეგობრებო, გთავაზობს საუკეთესო კონფიგურატორს საქართველოში. ან თუ რომელიმე თქვენგანს, მეგობრებო, ეხლა ვინც მიყურებს, აქვს სურვილი, რომ კომპიუტერი აწყოს, სწორედ ამ კონფიგურატორის დახმარებით, თქვენთვის სასურველი ნაწილებით შეგიძლიათ იდეალურად თავსებადი კომპიუტერი აწყოთ. და თუ ნაკლებად კომპეტენტურები ხართ ამ საკითხში, IT-Works-ის საიტზე შეხვდებით უკვე არსებულ ოპტიმალურ კონფიგურაციებს, რომლებიც საკმაოდ ხშირად ნახავთ კარგ ფასდაკვირვებს. ასე რომ გახსოვდეთ საუკეთესო კომპიუტერის საწყობა IT-Works-ში გელოდებათ. ახლა გადავიდეთ მეოთხე კითხვაზე. დაასახელეთ რაიმე, რასაც აკეთებს ადამიანი აბაზანაში ყოფნისას, მაგრამ ამ სადამდეც თქვი გაგიმეორებ. დაასახელეთ რაიმე, რასაც აკეთებს ადამიანი აბაზანაში ყოფნისას, მაგრამ რაღაცა უნდა თქვა. ღერის. ღერის? არა, ეხა ყველა ვარიანტში გავუმეორებ კითხვას და აი რა ღერის რო თქვი აბაზანში რა უნდა დასრულდეს? არა, ღერის, მაგრამ არამდე ხო დავაჭირე. ხო და მაგრამ რა გგონია? მანამდე დავაჭირე ხო და. თქვენ ერთად პოზიტიური ჩამოწევა? არანაირად. არანაირად. მე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ პირველ ადგილზე არის მღერის 38 ხული და გილოცა. რა თქმა უნდა მღერის. რა თქმა უნდა და კითხვა მდგომარეობს შემდეგში, მაგრამ ამას არ აღიარებს. ანუ აკეთებს რაღაც, მაგრამ ამას არ აღიარებს და სიმღერა არის პირველ ადგილზე, ლუკა უკვე მეორედ გაგიკეთეს. ვერსიას ვერ აფიქსირებ. ამოვიღოთ თუ კითხვას გაგი. ნახე, აქ ჩვენი ნამუსწია რამდენად ბილწ რაღაცეებს ვიტყვით. შეგვიძლია რომ არ ვთქვათ, იმიტომ რომ ელენე ბილწი არ არის. ხო იცი რომ იტყვა. მეც ჩემები ამ ვიდეოს ენახავენ, ამიტომ არ მინდა. დავუტოვოთ? თუ წამოვიღოთ? უცებ 3, 2, 1. ამ დატოვეთ. დავტოვეთ. გიბისემ? კი. ოკეი. ამოვიღოთ თუ ისე მივცე. ცნაური გადაწყვეტილება იყო, თუ შეიძლება დაუბრუნდით თქვენს ადგილას. მე თქვენს ადგილას წავიღებდი ამ კითხვას. თქვენ შანსი მოგეცათ, რომ კიდევ უფრო მეტად გაუსწროთ. არა, პრობლემა. გამოცნობილი არის ხო პირველი პასუხი მღერის. ლაშას ვერსია. მოწევას შენამდე მაინც მოყოლოვარში. სიგარეტის მოწევა. ხო, სიგარეტის ან რამე ნებისმიერ. ჯანსაღი ცხოვრების მოწევა შეიძლება? ჯანსაღი ცხოვრების ეწევა. ჯანსაღ ცხოვრებაზე რაიმე პასუხი რომ ყოფილიყო, მაგასაც ვერ ჩაგითვლიდი, იმიტომ რომ მოწევა საერთოდ არ არის. ერთი შეცდომა სამწუხაროდ. ბანი დაახეთკე ბანი. აუ, ცეკვავს. ცეკვავს. კონცერტი აქვს რა. ჩაგიცვლით მეგობარო, იმიტომ რომ არის ეგეთი პასუხი. ცეკვავს არის მესამე ადგილზე 14 ადამიანი. თქვენ ცეკვავთ ხოლმე? ჩვენ არა. ღერით თუ ცეკვავს? ღერით. კაი, თქვენი პასუხი? მასტურბირებს. რო არ გაბწელოთ ეს პროცესი. მე ვაჭრახო. ეხა ერთ კაცს მაინც თუ არა აქვს 100-დან ნათქვამი? მე მივდივარ ამ გადაცემიდან. არა, ახლავე. დარჩი ჩემო ლაშა, იმიტომ რომ მეოთხე ადგილზე არის მოთხოვნილებას იკმაყოფილებს 11 ადამიანი. პირველზე არ არის? არ არის, პირველზე. ღერისა. კარგი, ლაშას ჯერია. ხერის ცეკვავს იკმაყოფილებს და
თან? კომბოში. თან არ აღიარებს. ტირილი. ტირილი. მე ვიღებ პასუხი. ტირილი და არ არის მეგობრებო ტირილი. ძალიან საპასუხისმგებლო პასუხი უნდა დააფიქსიროთ, იმიტომ რომ თუ შეგეშლება, კითხვა გადადის უკვე მონადირე. დაბრიდავ ახლა ვიღაცას. შხაპის დროს აბაზანში რას აკეთებ? შენ რას აკეთებ ხოლმე? რას არ აღიარებ? ეხა აღიარე. გეძლევა შანსი. სარკეში იყურება. სარკეში იყურება. იპრანჭება. მოდი მე ამ სარკეში ყურებას უფრო ფართო სპექტრს მივცემ და სხვა მიმართულებით განვიხილავ. შეიძლება იპრანჭებოდეს, შეიძლება რაღაც მიმიკას აკეთებდეს, შეიძლება, იმიტომ რომ სარკეში ჩახერვა ბევრ რაღაცას მოიცავს. მაგრამ არც ერთი არ არის მეგობრებო სამწუხაროდ. სარკეში არ იხედებიან შხაპის აბაზანაში ყოფნა. მე მაქვს პასუხი. თითო ვერსია გაუჟღერეთ მიშოს. ჯერ ნუდებს იღებენ. მაგას არ აღიარებ. არ აღიარებენ მთელი მუღამის ეგარი რო არ აღიარებენ, კითხვაც ეგარი. გიორგი იძახის ამას, ელენე რას იძახის? როლს ირგებენ, ანუ სახიობობენ. ხო, სახიობობენ. მიშოს ან ნუდებს იღებენ, ან სახიობობენ, ან რამე სხვა ვერსია უნდა დააფიქსიროს. ნახოთ რას იზავს მიშო. მენდე. ვაკაცი რო გეტყვის მედიოდა რო არენდობი როგორია. ნახოთ რას იზავს ნუდებიო. კი, ნუდებიო. და თქვენ აფიქსირებთ ნუდების გადაღებას. სამწუხაროდ. პასუხი დაფიქსირებულია, მეგობარს უნდა ენდო. მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირია ხოლმე. მე ეს რაღაცას ვიტყოდი რა. მსჯელობის დროს გიორგი მართალი იყო, თუმცა არა ამ მსჯელობის დროს. მან ერთ-ერთი ვერსია გააშხენა, რომელიც მე არ დააფიქსირა, არ არის ესეთი. მაგას ვფიქრობდი მე. ნუდების გადაღება, რაც იმას ნიშნავს, რომ 63 ქულა მიემატება ღამის სარდაფს. მეორე ადგილზე იყო მოშარდვა. მეხუთე ადგილზე არის საკუთარ თავს ელაპარაკება. ბოლო ადგილზე, მეექვსე ადგილზე პასუხი, რომელსაც 6 ადამიანი აფიქსირებს, არის ჰაერს აფუჭებს. აი რა. მიხარია რომ გავმაზრდე ეს ხო, არა, და არა ძმა პრობლემა. 4 კითხვის შემდგომ გვაქვს ასეთი სიტუაცია 234-ით 77 ჯერჯერობით იგერობს ღამის სარდაფი, თუმცა წინ 2 პოტენციურად 100 ქულიანი, პოტენციური 200 ქულა დარჩენილი გაქვთ. კითხვა ნომერი 5. დაასახელეთ, რას მოინადირებდით ღამით სარდაფში. თქვა? კი, ერთი. თაგვს. თაგვი. რატომ უნდა მოინადიროთ თაგვი? მე გეტყვით, რომ ეს არის კითხვა, რომელიც შეიძლება 100 გამოკითხულ ადამიანს მიეღო როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც. და თაგვი არის ესეთი პასუხი, მაგრამ არის მეორე ადგილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა გიორგი გააჟღერებს ვერსიას და თუ ის შეძლებს პირველ ადგილზე მყოფ პასუხს გამოცნობას, უკვე კითხვას თქვენ წაიღეს. კომპოტი, მურაბა. კომპოტი და მურაბა. მოინადიროთ ღამით ხარა ჩახოი მოიძე და. მე ვერ გავიგე, კითხვა ვერ გავიგე თუ პასუხი. სულ არის 6 სწორი პასუხი. პირდაპირ არ უნდა ნახე, არა, გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება რომ ვიღაცას გაეგო რა, მაგრამ მე ესეთ რაღაცას ვიტყვი ბანი რა. ეს ადამიანები მართლები არიან. თავიანთ სტატუსს რომ ღამის მონადირეები არიან, ამართლებენ, რადგან პირველ ადგილზე არის კომპოტი ან მურაბა და გიმოსა. კომპოტი ან მურაბა. რომელსაც 42 ადამიანი ამბობს და მე კითხოს დაგისვამთ. მოგაკ. წაიღებთ თუ რა უნდა მოინადირო? გადატანითი მნიშვნელობითაც ვიფიქროთ. ხომ არის რა კომპოტი, მურაბა ვირთხავსო? დავი ვიხარ. აი რაღაც ვარიანტები შეიძლება გააქვს. დავიტოვებთ. ოკეი, კითხვას იტოვებენ, დაუბრუნეთ თქვენს ადგილებს. აია დაიტოვეს. მიშას უსმენთ. რა შეიძლება მოინადიროთ ღამით სარდაფში, გინდა პირდაპირ გინდა გადატანით. რაღაცა ძალიან ცუდად თქვი შენ გადატანითი მნიშვნელობით. მე არაფერი არ მithქვამს სულეთ. ღამის სარდაფში მან ქალს. ქალს? კი. ავი მოინადირებდნენ მაგას. ქალის მონადირება დარჩენილი 4 პასუხიდან გაგიკვირდება და არც ერთი არ არის. ელენეს პასუხი თუ შეიძლება. ერთი. კაც ხო? არ შეგეშიდეს. შენთან ვარ. თამამად ელე. მართლა. დამნაშავეს. დამნაშავე. აგათა კრისტი. აგათა კრისტი. დამნაშავე. ეს რა, კაი ზეწარი. ქალის ვერსია უფრო მომწონს. არ არის ესეთი პასუხი. და ახლა გიორგი ღვინოს.
კაცი ძმაო, თქვა ღვინო, რა თქმა უნდა არის ეგეთი პასუხი, ღვინო არის მე-6 ადგილზე, 5 ადამიანი იძახის ამას. გენიალურია ჩემი. ერთი შეცდომას და კითხვა გადადის ეგრევე ღამის სარდაფზე. ბატონო მიშო, თქვენი ვერსია არის? ღამურა. რატო ბევრს ეშინია ძალიან ღამური, ეგრე არ არის ძმაო. მე თქვენს ადგილას მეორედ აღარ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ვარ, ვინც არასწორ ვერსიებს ამბობს. იმიტომ რომ ღამურა არის ასეთი პასუხი და არის მე-5 ადგილზე. 6 ადამიანი იძახის. საინტერესოა, დარჩენილი არის მე-3 და მე-4 ადგილზე მყოფი. თავარია, რომ ელენემ სწორი პასუხი და რომელიღაცა უნდა გამოიცოს, თორე კითხვა გადავა უკვე. რომ მოინადირო. რა მიზეზს და ჩადის თქვა და. ძვირფასეულობა რამე, ანუ რაიმე სახის ძვირფასი მატერიალური ნივთი. მატერიალური ნივთი. კაი პასუხია, მე მომეწონა. გეხვეწები მართლა. მე მაინც კიდევ ერთხელ შევხედავ. იქნებ გაჩნდა, ხო? არ არის მეგობრებო. კარგი ხარ, დედასკეპსებიდან გაიყო. მაგრამ ყურებს არ ჩამოუყრიდი, ახლა მთავარია შეცდომა დაუშვათ ღამის სარდაფმა, მაგრამ არ ვიცი, შეცდომას არ უშვებენ ხოლმე როგორც წესი. ჯერ ლაშა, მე ლუკა და ბანი გადაწყვეტს. ობობას ან ტარაკანს. თქვენი ვერსია, რადგან წერი არის ობობა, ტარაკანა გასაგებია. თქვენ ძუძუმწოვრებზე ხომ? არა, ძუძუმწოვრებზე არა. რახან ღვინო და კომპოტი სხვადასხვა იმაში ჩაითვალა. კლასიფიცირდა. მაშინ რამე კონსერვს, აჯამს, სანდალს, ან წნილს. ოკეი, კონსერვი გასაგები არის. წნილი თქვენ აირჩევთ ფეხსახსრიანებს კონსერვს თუ სრულიად სხვა რამეს დააფიქსირებთ. ამაში პროსტა ვარიანტს ვიტყვი, რა. ხო, მაგრამ რომელს მე გადაწყვეტ. ისე ლუკა და ლაშა. ლუკა და ლაშა არიან შენი ვარიანტი. ხო. ერთი ვარიანტი უნდა დააფიქსირო. ყველაზე ლოგიკური ლუკასია. კაი, ისე რა ქვია, კონსერვები, აჯამსანდლები და რაღაცები. კარგი, თქვენი ვარიანტი არის კიტრის წნილი კონსერვი და ასე. არა, ანუ პომიდრის იყოს შეიძლება. გასაგები. მივიღებ ამ პასუხს. ძალიან ეხა მოხდა ძალიან საინტერესო რამ. ამ გაჟღერებული 3 ვარიანტიდან მე გეტყვით რომ 2 იყოს სწორი. და მაინც და მაინც რა სწორი თუ აირჩია ახლა გატეხავ აბა რა სწორი. 2 პასუხი იყოს სწორი. და თქვენ გილოცავთ, იმიტომ რომ მარტო მილოცავთ, თქვენ გილოცავთ. გილოცავთ, რომ არის ეგეთი პასუხი. მეორე საწებელიან რაიმე კონსერვი არის მე-3 ადგილზე, რომელსაც 13 ადამიანი ამბობს და მე-4 ადგილზე არის რიბაკი ბიჭები. რამდენმა კაცმა ჩათვალა? 11 ადამიანი იძახის რიბაკ ბიჭებს. 321 ქულა დააგროვა ჩემმა ღამის სარდაფმა და მე-6 ბოლო კითხვის დროც მოვიდა. დაასახელეთ თქვენი საყვარელი ფერი. რა კითხვა? დაასახელეთ თქვენი საყვარელი ფერი, ეს კითხვა დაუსვით 100 ადამიანს. რა თქმა უნდა პირველ ადგილას არის შავი. რა თქმა უნდა პირველ ადგილზე არის შავი, მაგრამ შავი არის მე-4 ადგილზე. ქართველების საყვარელი ფერი შავი არ ყოფილა. ქართველების საყვარელი ფერი არის მწვანე, მწვანე. შენი საყვარელი ფერი რა არის? ლურჯი. ლურჯი. შენი საყვარელი ფერი? შინდისფერი. მწვანე არის პირველ ადგილზე. 19 სწორი პასუხით, მეგობრებო. ქართველების საყვარელი ფერი ყოფილა მწვანე. დაიტოვებთ? დავიტოვებთ? მოდი ბიჭებო, აბა. ნაირ ფერები. აბა, ბებია. 8 სწორი პასუხი აქვს. შენ სასიტყვი საყვარელ ფერს თუ პირდაპირ რაც ქართველებს შეგიძლიათ სისხლისფერები ჩამოთვალო პირდაპირ შავი ბოლოზე, შავი მე-4-ზეა გამოაკეთებს ამ ქართველს ქვეცნობერი უკან ნახევ და დროშიდან გამომდინარე რომ წითელი. წითელი. წითელი არის მე-2 ადგილზე 16 სწორი პასუხი. თეთრი. თეთრი. შავი, თეთრი. და თეთრი არის მე-6 ადგილზე. უფრო ძნელი გამოვიცანია შენ? ლურჯი. არის აგრეთვე მე-3 ადგილზე აგრეთვე 16 სწორი პასუხით. თქვენ დაგრჩათ მე-5, მე-7 და მე-8. აი ხო ნახოთ, აბა. როგორ გააგრძელებენ? 3-3-ია დარჩენილი. დიახ. ისფერი. ისფერი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ია3-ის ფერი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერია. ისევე როგორც 9 ადამიანი ამბობს და მე-5 ადგილზე არის ია3-ის ფერი. ყვითელი. ყვითელი. არ არის მეგობრებო ყვითელი. ერთი არასწორი პასუხი, გისმენთ? მეტი არ ვიცით მე ჩვენ რა უნდა ნარინჯის ფერს ვიტყოდ. ნარინჯის ფერი. არა, ბევრს მოსწონს არა. თქვენ გქონდათ ვერსია? ნარინჯის ფერი. სხვაზე იფიქრეთ, იმიტომ რომ მეორე შეცდომა დაუშვეს. ბანი, აბა ვნახოთ. ვარდისფერი. ნახე, ბანი აშკარად სანამ ამ პასუხს დააფიქსირდა, ეგეთი რაღაცა
ზუსტად ვიცი რომ გაგახსენდა რომ მე თამაშის დასაწყისში გითხარით რომ არა მარტო ერთი კატეგორიის, არამედ ქალებიც გამოვკითხეთ, კაცებიც გამოვკითხეთ, პატარების დასრულებიც და რა თქმა უნდა ვარდისფერი არის ესეთი პასუხი მხოლოდ 4 ადამიანი ამბობს. რამდენი დარჩა? ერთი დარჩა. ან 100 ქულას დააფიქსირებთ, ან კითხვა გადავა ღამის მონადირეებზე. შინდისფერია სოფელი ხან არა სწორია. არ არის ეგეთი პასუხი მეგობრებო და ამ გაცემაში პირველად არის შანსი რომ სრული 100 ქულა დააფიქსიროთ თუ თქვენ გამოიცნოთ ბოლო არსებულ პასუხს. ვერსიები? თუ იყო წითელი და იყო ვარდისფერი, მე ვფიქრობ კრემის. თუ იყო ლურჯი, უნდა იყოს ცისფერიც ჩემი. მე კრემის ფერს. და ელენე აფიქსირებს აი ცისფერი და ბოგის ვენდოვი. რა არის ეს? აბა რითიმშვები მეგობრებო. მითხარი რომ ფეხია. გეტყვი. მე როგორც ხვდები ხალხი მხოლოდ აბაზანში არ იკმაყოფილებს არ აღიარებენ, ბევრი არ აღიარებს. და ხადოთ ფარდა. არა. კარგი ვერსია დაფიქსირებულია მივიღებ ცისფერს მე ვახსენე რომ მეგობრის ნდობა ხშირ შემთხვევაში გამართლებულია ისე როგორც ამ შემთხვევაში და თქვენ 100-ვე ქულა წამოიღეთ რადგან ცისფერი არის სწორი პასუხი ცისფერი 100 ქულა დაემატა ღამის მონადირეებს საკმაოდ ძალიან კარგი პრესტიჟული კითხვა გამოუგებდათ თუმცა მიუხედავად ამისა 321-ით 177 ქულით გაიმარჯვა ჩვენმა ღამის სარდაფმა მიულოცოთ ძალიან კარგი თამაშისთვის, რომლებსაც ჩვენი მეგობარი კომპანია IT Works-ი გადასცემს 900 ლარის ღირებულების ვაუჩერებს. გილოცავთ მეგობრებო, მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, ორივე გუნდს ძალიან დიდი მადლობა ასეთ თამაშისთვის, წარმატებები მთელი გულით და სულით თქვენს პროექტში, წარმატებები თქვენს პროექტებში. მადლობა მოწინააღმდეგე გულსხმობ ჩვენზე აუცილებლად დავალაიქოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი თამაში იყო. გამოვიწეროთ ჩვენი არხი და რა თქმა უნდა აგრეთვე ჩვენი უმაგრესი ხალხის არხებიც და როგორც გითხარით 130,000 ლაიქზე ახალ კონტენტს შემოგთავაზებთ. ამიტომ თუ ახალი კონტენტი ასწორებს უკვე იცით რაც უნდა გააკეთოთ. ნახვამდის.